მოგესალმებით, მე ვარ გურმეს ბრენდ-შეფი იოსები და თქვენი მყოფებით კომპანია FoodTech-ის არხზე. აგერთ უამრავი საინტერესო და გემრიელი კერძის რეცეპტი და მომზადების საიდუმლოება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ ყოველთვის როცა დაგჭირდებათ, ადვილად ვიპოვოთ. მოკლედ დღეს მოვამზადებთ ორაგულის სტეიქს. ძალიან გემრიელ ორაგულის სტეიქს, ხინძის ჯემით და გარნირად გვექნება ბროკოლის, სატაცური და პომიდორის შერი. როგორც ყოველთვის, FoodTech-მა მოგვიტანა ძალიან მაგარი რაღაც. ასეთი ელექტროგრილი. ისეთი ზომის არის, რომ სახშიც მარტივად შეგიძლიათ დაიდგათ სამზარეულოში ნებისმიერ ადგილას და აი სასწაულად წავს რა. მე უკვე გავსინჯი ამაზე შემწვარი სტეიკიც, ამაზე შემწვარი ორაგულიც, ბოსტნეულიც და საოცრება. დავიწყოთ მომზადება. ორაგული დამუშავებული გვაქვს უკვე, დასტეიკებული, გადავიტანთ გრილზე და დავიწყებთ ხინძის ჯემის მომზადებას. ხინძის ჯემისთვის მეგობრებო დაგჭირდებათ კვერცხარი соуსი, ცოტა სეზამის ზეთი, სოიოს соуსი, ჯინჯერი, ნიორი და ხინძი. გარნირად გვაქვს მოკლედ სატაცური, ბროკოლი და ფერადი შერი და ორაგულისთვის დაგჭირდება ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი შესაძლოა და მარილი და პირბილი, მეტი არაფერი. გადავიტანოთ ორაგული. მოვაყაროთ ცოტა მარილი, ცოტა პირბილი. უბრალოდ შემწარი ორაგული თუ გენდობათ, ლიმონის წვენით შეგიძლიათ მოახარდათ ცოტა სოიოს соуსი, ძალიან გემრიელი გამოდის, მაგრამ ეხლა ძვევიდან ჩვენ ხინძის ჯემი უნდა გავუკეთოთ და ამიტომ არ ვასხავ არაფერს, მხოლოდ მარილი და პირბილი. ჭირდება ფრეშ გემო ამ კერძისთვის. მოკლედ ორაგულზეც გეტყვით ეხლა 1-2 სიტყვას. ამას გარედან ოდნავ არიქ 1 კილო გავუკეთება უკვე ყველა მხრიდან. გადავიტანთ კონვექციურ ღუმელში და ღუმელში დაასრულებს უკვე დაახლოებით 10-15 წუთი დაჭირდება 200 გრადუსზე ღუმელში მომზადებას. კონვექციურ ღუმელში, რომელიც მოგვეწოდა ასევე FoodTech-მა, ძალიან მაგარი, მაგასაც განახებთ მე ახლოდან. ესეც მომზადების დონეებზე, ნუ როგორც გიყვართ, ისე შეგიძლიათ გრილიდანვე ბოლომდე არ მომზადდეს, უმნიშვნელოვანად იქნება ორაგული, ძალიან გემრიელიც არის, მე ძალიან მიყვარს პირადად, იმიტომ რომ სულში ძალიან მოყვარული ვარ. შეგიძლიათ დაასრულოთ ბოლომდე, მთავარი არ გამოგიშრეთ. სანამ ორაგული მოიბრაწება, მანამდე ხინძის ჯემი მოვამზადოთ. ერთად მოვაწევთ კვერცხარის соуსი, ცოტა სოიოს соуსი, და ცოტა სეზამის ზეთი. ძალიან უხდება მეგობრებო ეს ყველაფერი ერთმანეთს. აქვე წვრილად დავკეპოთ ხინძი. დავკეპოთ ნიორი. ცოტა ჯინჯერიც. მოკლედ, ღია ოქროსფერი ქერქიც გვაქვს. შეგვიძლია გადავიტანოთ უკვე ღუმელში შესადებად. გადაგვაქვს დაახლოებით 10-12 წუთით კონვექციურ ღუმელში 200 გრადუსზე. ეს ზუსტად ის 12 წუთია, რაც ბოსტნეულის მოსამზადებლად დაგჭირდება გრილზე. სატაცური. ბროკოლი. და პომიდორი შერი. ამასაც ცოტა მარილი პირბილი გემოვნებით რა თქმა უნდა. соусიც თითქმის მზად გვაქვს, ცოტას მოურევთ და დაველოდებით ბოსტნეულს და ორაგულს. ძალიან მაგარი
გრილია. საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში. აი სახლისთვის არის იდეალური. და არა მარტო სახლისთვის, კაფეებისთვისაც, მაგრამ ისეთი კომპაქტურია და კარგი არის, რომ სახლისთვისაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ბოსტნეული თითქმის მზად არის და დაახლოებით 5 წუთი დაგვრჩა ორაგულზეც. მოკლედ განელი მზად გვაქვს მეგობრებო და ეხლა გამოვიღებ ორაგულსაც. ჩვენი ქინძის ჯემი. მოამზადეთ სახში დამიჯერეთ არინანეთ, ისეთი გემრიელია რა. მზად არის ორაგულიც. დაგვიძახა ღუმელმა. ჩვენც არ დავაყოვნეთ და მივედით. აი ესეთი გემრიელობა რაღაცეები მოგვიმზადა უტექის ჯერ გრილმა, შემდეგ კონვექციურმა ღუმელმა. აი ესე მეგობრებო რა. მოკლედ, აი ესე მზად არის ჩვენი ორაგულის სტეიკი. სასწაულია. კადრს მიღმაც მელოდებიან რომ გასინ ჯონ, მაგრამ მე მგონი რომ მე დავასწრებ და მე შევჭამ. ისე გემრიელად გამოიყურება. თან ისეთ სუნია, ის სასწაული ვერ წარმოიდგენთ. მოკლედ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და ლაიქეთ ეს ვიდეო, რათა უფრო მეტმა შეძლოს ჩვენი ნახვა, მე კი გემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.